დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდის დასასრულს მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომელზეც შენდობის ლოცვა იკითხება. დღევანდელ დღეს ყველა ქრისტიანი განსაკუთრებული სინანულითა და თავმდაბლობით ხვდება. ერთმანეთს შენდობას თხოვენ და სხვასაც მიუტევებენ. შენდობის კვირა ეს შესანიშნავი უძველესი ქრისტიანული ტრადიცია, რომელიც დამტკიცებულია საუკუნეების მანძილზე, სრულდება მართლმადიდებელ ეკლესიაში, ტრადიცია, რომელიც ამზადებს ადამიანს, ქრისტიანს დიდი მარხვისათვის და საბოლოოდ ბრწყინვალე აღდგომისათვის. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ადამიანი ასრულებს ამ მოთხოვნას და კურთხევას ღვთის, როდესაც ის გულწრფელად ითხოვს შენდობას ღვთისაგან და თავის მოყვასისაგან, ასეთი ადამიანი, ასეთი მრევლი, ასეთი ქრისტიანი და ასეთი ერი, რა თქმა უნდა, იღებს ღვთისაგან მადლს. მას არა უბრალოდ ეპატიება მისი ცოდვები, ნებსითნი თუ უნებლიეთნი, მას ეძლევა უდიდესი ძალა მოღვაწეობის და ეძლევა ძალა, რომ დაამტკიცოს თავისი ერთგულება და სიყვარული ღვთისა. დღეს ვთხოვთ შენდობას ერთმანეთს, პატიებას, უპირველესი მასწავლებელი ჩვენი განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე თვითონ გვაძლევს ამის მაგალითს სახარებაში, მისი მოსვლა ამ ქვეყნად იყო სწორედ ნიშანი იმისა, რომ მიეტევებინა კაცობრიობისთვის, თითოეული ადამიანისთვის ის შეწოდება, რომელიც ჩვენმა უპირველესმა წინაპარმა ადამმა სამოთხეში აღასრულა, მარხვის გზით კვლავ უნდა დავბრუნდეთ სამოთხეში. ეს არის პატიების, შენდობის, მიტოვების დღე და ღმერთმა ინებოს, რომ თითოეული ჩვენგანისთვის ეს იყოს სწორედ ის დღე, როდესაც განწმენდილნი სულიერად და ხორციელად მივუახლებით იმ ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც ქვია ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. 22 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შენდობის წესი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღასრულა. მსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შენდობა ითხოვა. ქადაგების დასასრულს უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა სინანულის ლოცვა წაიკითხა და უფალს თავისი სამწყსოს შენდობა თხოვა. ნებით თუ უნებლიეთ დაშვებული შეწოდებების გამო. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არც ღმერთი. სოდეთ წინაშე ღვთისა ჩვენ აღარა ვართ ღირსი, რათა გვეწოდოს ზენი ღვთისანი, არამედ მიგვიღე ჩვენ უფალო, ვით არცა ერთი მუშაკთაგანი შენ. დიდება უფალსა და მადლობა უფალს. დიდება ღმერთს იმ დიდი წყალობისათვის, რომელსაც გვაძლევს ღმერთი, იმ დიდი წუხარებისათვის და განსაცდელისათვის. ჩვენ ვმადლობთ უფალს ყოველი დღისათვის, ყოველი ჩვენი წყალობით მოქცევისათვის. ეს ჩვენი მოქცევა არის ღვთის დიდი წყალობა. ადამიანი ვერ იგრძნობს თავის ცოდვას, უკეთო ღმერთი არ გახსნის გონებას და გულს კაცისასა. მრავალი ადამიანი არის, რომელიც ცოდავს და ეს ცოდვა, ეს ცოდვები მიაჩნია ბუნებრივ
მოვლენად. ცოდვადად მიაჩნია ღმერთო, გახსენი ჩვენი გონება, გახსენი ჩვენი გული, რათა ვცნოთ ცოდვა ჩვენი ეუფალო მომანიჭე განცდაი თვისთა ცოდვათა და რა განკითხვა წვისა ჩემისა. დადგა დღე სინანულისა, დადგა დღე შენდობისა. ეს დღე იყო დაწესებული ეგვიპტის უდაბნოებში. ეგვიპტეში მონასტრის ბერები იკრიფებოდნენ ერთად, ლოცულობდნენ, გალობდნენ აღდგომის საგალობლებს და მიდიოდნენ უდაბნოში. და მთელი დიდი მარხვა ატარებდნენ იქ და გალობდნენ აღდგომის საგალობლებს, იმიტომ რომ არ იცოდნენ დაბრუნდებოდნენ თუ არა მონასტერში. აი ჩვენც ასულნი და ძენი, ღვთისანი ვასრულებთ ამ უძველეს წესსა და აღვიარებთ წინაშე ღვთისა ცოდვათა ჩვენთა. ადამიანი სუსტია, ეს ღმერთმა იცის, მაგრამ ადამიანი ამავე დროს ძლიერია, იმიტომ რომ ხატია ღვთისა. ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი, დადგება მარჯვნივ თუ მარცხნივ. და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მთელი საქართველო და მთელი კაცობრიობა დაგვაყენოს მარჯვნივ. შეგვინდოს ჩვენ შეწოდებანი ჩვენი ნებსითი და უნებლიეტი. დღეს არის ის დღე, როცა ადამიანი უნდა შეურიგდეს ყველას, ვისთანაც არის უბრად, მტრულად, უნდა სთხოვოს შენდობა. ადამიანი არ უნდა ატარებდეს ცოდვას, როგორც უმძიმეს ლოცს. და როცა ვეკითხებით, ადამიანი პასუხობს, რომ იმან დააშავა და მე რატომ უნდა ვთხოვო პატიებაო. იმას არ აქვს იმდენი ძალა, რომ მოიდეს შენთან და შენდობა გთხოვოს. შენ უნდა სთხოვო პატიება. მე მინდა მოგახსენოთ ერთი მოძღვრის მონათხრობი, რომელიც იყო მოძღვარი ციხისა. ციხეში იყო ერთი კაცი, ახალგაზრდა, რომელიც ატერორებდა ყველას,
ყველას ეშინოდა მისგან და როცა მოძღვარი იწყებდა მასთან ლაპარაკს იგი არ უსმენდა მიდიოდა მისგან და მასხარად იგდებდა მოძღვარს ხურვალედ ლოცულობდა მოძღვარი იმ ადამიანისთვის და ერთხელ წირვის შემდეგ როცა მოძღვარმა დაამთავრა წირვა ის თავის ჯგუფთან პატიმრებთან იდგა ეზოში და მოძღვარი გამოვიდა ტაძრიდან და მივიდა მასთან და დაიჩოქა მის წინაშე მოძღვარმა დაიჩოქა მის წინაშე იმდენად შემაწრწუნებელი იყო ეს სცენა იმდენად იმოქმედა მოძღვარმა ამ თავისი თავმდაბლობით იმ ავაზაკზე რომ მან დაიწყო ტირილი მოძღვარმა მოხიდა ხელი და წაიყვანა ტაძარში და ყვიროდა მე როგორ მაპატიებს ღმერთი როცა ამდენი ცოდვები მაქვს ჩადენილიო როცა ამდენი ხალხი მყავს მოკლულიო და მთელი აღსარების დროს ხმამაღლა აღიარებდა თავის ცოდვებს და გამოვიდა დამთავრდა აღსარება გამოვიდა და იმ ავაზაკმა დაიჩოქა ყველას წინაშე ვისაც კი აწყენინა გამოვიდა სულ სხვა ადამიანი აღსარების შემდეგ აი ასე მოქმედებს მადლი ღვთისა ადამიანზე ხდება ადამიანის ფერისცვალება და ეხლა ჩვენ ვდგევართ წინაშე ღვთისა და აღვიარებთ ჩვენს ცოდვებს უპირველეს ყოვლისა მე ვაღიარებ ჩემს ცოდვებს ალბათ მე ეს მithქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ შევკრიბოთ მთელი ქვეყნის ცოდვები ეს ყველაფერი ჩემშია და ჩემზეა აი დღევანდელ დღეს თქვენს წინაშე საქართველოს წინაშე მე ვიყრი მუხს და ხეთს გიხრით და გთხოვთ მაპატიეთ მე ცოდვები ჩემი შემინდეთ შეცოდებანი ჩემი შეგინდოთ
ღმერთმა შეგინდო თქვენ სრულიად საქართველოს ყოველთა ქართველთა და ყოველთა გვიდრდა საქართველოისათა უცხოეთში მცხოვრებთა სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამენ